ყოველღამე. აი დამეწერა რამე სიმღერა და აქ ხომ აღარ ვიждებოდი რა. დებილი. ყველაზე ტენდენციური ამბები მაესტროზე. რა გინდა დამთავრების დენიც გვაქვს და გაზი. ვერა ხობალია ყოფოს ღმერთმა დიდი ხანი ეკონომიკის განვითარების მინისტრად და აი რა ქნას ეხლა ამ კაცმა? რა? ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ვისაც არ უყვარს ზანგები, მისთვის ვასიკო ოდიშვილი არის ზანგი. ყველაზე არაობიექტური ამბები მაესტროზე. ქვეყნიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ქართული ოპოზიცია. მასთან აცვია მოკლე შარვალი და ბრეტელებიანი მაისური. დიახ, რა გაგიკვირდა? მე სურს ვიყო კონტროლირებადი ჟურნალისტი. გამოდით ვარდების რევოლუციის მოედანზე და ყველამ ერთად დავიცვათ მედია თავისუფლებისგან და გავხადოთ კონტროლირებადი. მე არ მსურს სიტყვის თავისუფლება. რა პონჩი უნდა დაჩაგოს და ძველმა ბიჭმა ხუთოსანი გოგო. არ ვაგებ პასუხს იმაზე, რასაც ვამბობ. გიორგი პირველს ძალიან უყვარდა ქალები. ჩემს პრეზიდენტს არ უყვარს ქალები. ვასრულებ დაკვეთებს და შეკვეთებს. ჩვენ საზღვრებში შემოიჭრა ოკუპანტი გრიშა. ხმალ შიშველი წინ დაუხდა პრეზიდენტი მიშა. სენტროპეს ჯერ ვერ ვკაჩავ სამი ლექსი მაქვს დაწერილი. მაცადე! მიშა მოვიდეს! სულ წმინდად მოგამკევინებ! მიიღეთ ყოველდღიური აბები ყოველი სამუშაო დღის ბოლოს. როგორც ჩვენი მეგობარი ბერნარ კუშნერ იტყოდა ადიუ. მაესტროზე.